აი ახლა ამ გადაცემის ფარგლებში ბევრი სტუმართან მქონია შეხება და ვიღაც ნაკლებად ავტორიტეტული ყოფილა ჩვენთვის, ვიღაც ძალიან აი ვინმე ვისთანაც აი ავტორიტეტი იყო ჩვენთვის, რაღაც მომენტში კითხვის დასმის რიდიც კი მქონდა. როდესაც ავტორიტეტ სპორტსმენ, აი მაგალითად კოლისის თამაშს მსაჯობ. არა გაქვს ეგ განცდა რომ ავტორიტეტია. პატივისცემის განცდა მაქვს რა თქმა უნდა, მაგრამ ერთი რაღაცა თავხედური რაღაც უნდა ვთქვა რა. ჩემი სწრაფად ასვლა მაგდონეზე იყო ის, რომ აბსოლუტურად არ ვცნობდი არავის ავტორიტეტს მოვიდა. ყვითელი იყო მისაცემი ვაძლევდი, წითელი იყო მისაცემი ვაძლევდი, პირველ წუთზე იყო მისაცემი ვაძლევდი, ბოლო წუთზე იყო მისაცემი ვაძლევდი. და ეგ განცდა არ მქონდა, რომ რამის გამო უკან უნდა დამეხია მოედანზე და მაგით მსოფლიო რაგბის ჩემი ერთ-ერთი ძალიან რა თქმა უნდა ჩვენ პირდაპირ თქვა საქართველოში ახლა ელიტარული სამსაჯო საჯის გაზრდის რესურსი არ გვაქვს, არც გარემო. ძალიან რთულია, იმიტომ რომ კოლოსალურად დიდი თვისებები ჭირდება და კონდიციები ამას. ჩემი მე ელიტარულ რაგბში შევდგი ფეხი, ძალიან ბევრი რაღაცის დახვეწა მჭირდებოდა. ეს იყო ვიდეო მსაჯთან კომუნიკაცია, ეს იყო ინგლისური ენა, სპეციფიური საკვანძო ინგლისური სამსაჯო, მენეჯმენტი, ურთიერთობები, ძალიან ბევრი რაღაცის დახვეწა მჭირდებოდა და დროთა განმავლობაში ეს გავაკეთე. ერთი რაც მქონდა ის, რომ რიდი არ მქონდა და უკან დახევით არ ვიხევდი არასდროს.